ქალიშვილობის ინსტიტუტი. ბოლომდე მოусმინეთ, გადააზიარეთ ეს ყველა უნდა იცოდეს. ამის გამო შეიძლება შემიძულოთ, მაგრამ კვლევაა. გნებავთ მიიღებთ, გნებავთ ნუ მიიღებთ. ფსიქოლოგია გვიხსნის, რომ ის რაც ნაცნობია და ვიცით, საშიში არ არის. ვიცით ყველაზე ცუდ ვარიანტში რაც მოხდება. ერთი მარტივად გასაგები მაგალითი არის ის, თუ რატო ირჩევს ქალი მამის მსგავს ქმარს. იმიტომ რომ ნაცნობი ტიპაჟია. იცის რა მოელის, ქვეცნობიერად რა თქმა უნდა. შეიძლება უკეთესი კაციც მოვიდეს მის ცხოვრებაში, მაგრამ ვერ გაბედოს გაყვეს. არ იცის ეს ტიპაჟი და ასევე ქვეცნობიერად წარმოექმნება შიში. აი ნაცნობი და უფრო დამაზიანებელი მამაკაცი ურჩევნია. ეხლა ქალიშვილობაზე. ჩვენს ქართულ კულტურაში აუცილებელი პირობა იყო და უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ამ საკითხს. გოგონა ყოფილიყო ქალიშვილი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალიშვილის ორგანიზმში მოხვედრილი პირველი მამაკაცის გენეტიკური მასალა სამუდამოდ რჩება მასში. ანუ ორგანიზმი იმახსოვრებს და მეორე ან შემდეგი კაცისგან გაჩენილი შვილის აუცილებლად წაიღებს პირველი მამაკაცის გენეტიკურ კოდს. სულ ბოლო კვლევებით კი დასტურდება, რომ ორგანიზმი არა მარტო პირველი მამაკაცის, არამედ ყველა იმ მამაკაცის გენეტიკას იმახსოვრებს, რომელიც შემდეგ ყავდა ქალს. გამონათქვამი ქალიშვილია სუფთაო, პირდაპირი გაგებით ჭუჭყიანს ხომ არ გულისხმობდა. ეს მისი სხეულის მახსოვრობის სისუფთავე იყო სავარაუდოდ. საიდან იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა ეს ცალკე საკვლევი საკითხია. ასევე კვლევები კაცებზეც ჩატარდა და იგივე შედეგი მიიღეს. კიდევ ერთი დაკვირვება. შედარებით გვიან გაჩენილი შვილები მკვეთრად განსხვავდებიან ადრეულ ასაკში გაჩენილი შვილებისგან. მეცნიერები ამას გვიხსნიან იმით, რომ რაღაც დროის განმავლობაში ჩვენი ცნობიერება იცვლება, ვიზრდებით, ვითარდებით, გვეცვლება ღირებულებები და შესაბამისად ფსიქიკაც. იცვლება ჩვენი გაჩენილი შვილებიც. ამას თუ დავამატებთ ზემოთ მოთხრობილ კვლევებს და ვიფიქრებთ, რომ ღალატის ბევრია ოჯახში და თუ კაცის და ქალიც იმახსოვრებს სხვა ადამიანის გენეტიკურ კოდს, აპრიორი შემდეგი შვილებიც გამოვლენ უფრო განსხვავებულები. ჩემო ძვირფასებო, როგორც გსურთ, ისე იცხოვრეთ. იყავით ბედნიერი, რაც თავარია, თუმცა მე პირადად მომწონს უღალატობა და ლამაზი ოჯახის ფენომენი. ქალიშვილი იქნებით თუ არა, ვისაც შეუყვარდებით, ესეც მიგიღებენ და ისეც. უბრალოდ კვლევები და მეცნიერული ფაქტები ძალიან საინტერესოა. ხო და საწყისში რომ ვისაუბრე ის, რაც ნაცნობია და საშიში არ არის, იმასთან დავაკავშირე, რომ ჩვენი გენეტიკა ჩვენთვის ყველაზე ნაცნობია და არ გვეშინია ვიდრე სხვისი გენეტიკური კოდის ჩვენ შვილებში გადასვლა. ტკბილ და ლამაზ ცხოვრებას გისურვებთ თქვენი იალინა.